ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე, რომელსაც ვიამედის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა სამართალ დამრღვევა ცნო და 2800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მტკიცებით თემურ ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მან კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ნადირაძეს, რა დროსაც ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც კლინიკის, ასევე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ნადირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად მიმართა. ბატონ გაფერის შედარებით ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც გულისხმობს წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას, ბატონ გაფერის შედარებით სიტყვიერ შეურაცხყოფას სამედიცინო პერსონალის მიმართ, ასევე გენერალური დირექტორის მისამართით, ქალბატონი ნინო აფიქსირებს აგრეთვე ფიზიკურ ნაწილსაც, ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილსაც, ის მიუთითებს იმ განმეორებაზე, რომ ბატონმა თემურმა ფეხი აიქნია მისი მისამართით, თუმცა რამდენადაც უკვე გითხარით სამართალ დარღვევის პარაგრაფში აღნიშნულის განხილვა არ მოხდა. თელმა მოწმემ დეტალურად მიუთითეს სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილზეც, ისინი ამბობენ, რომ დედის მისამართით გინებას ჰქონდა ადგილი ქალბატონ ნინოს მიმართ. დაცვის მხარემ ქათამაძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი კატეგორიულად უარყო. ქათამაძის ადვოკატის მარიამ გაბროშვილის თქმით, ნადირაძემ 112-ში დარეკვისას მისთვის ფეხის მოქნების ფაქტზე ისაუბრა, თუმცა ოქმში მითითებული იყო, რომ თემურ ქათამაძე იგინებოდა, ილანძღებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. რაც შეეხება უშუალოდ 6 მარტს, როდესაც მოხდა აღნიშნული ინციდენტი, რაც მითითებული არის სამართალ დარღვევის ოქმში, ამ დღეს თემურ ქათამაძე უარყოფს ყოველგვარ სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მათ შორის. ის თავად ადანაშაულებდა კლინიკის თანამშრომლებს უყურადღებობაში, ის საათების განმავლობაში ითხოვდა შესაბამის ყურადღებას ექიმების მხრიდან, რასაც ვერ იღებდა და სწორედ აი ამ აგრესიულ დამოკიდებულებიდან გამომდინარე საუბრობდნენ დღეს მოწმეები, რომ თითქოს მას ჰქონდა ხმამაღალი ტემბრი, აგრესიული დამოკიდებულება კლინიკის მედპერსონალის მხრიდან, თუმცა ეს დამოკიდებული და განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ის საათების განმავლობაში ითხოვდა შესაბამის ყურადღებას, რადგანაც გადაყვანილი იქნა კლინიკაში 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ. სასამართლო პროცესზე თემურ ქათამაძე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მას თავად მიაყენეს. ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, გაწელვა, არა სათანადო მოქცევა, ჩემზე იყო ეს დაგეგმილი ორ მხრივარეს, ეს იყო ერთ-ერთი სპეცოპერაცია მიგრაციის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და კლინიკა ვიამედის მიერ არის მონაწილე. იმიტომ ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვითხოვ 6 მარტის და 4 მარტიდან 6 მარტამდე თანამდებობის პირებიც იყვნენ დირექტორის ჩართვით, მოადგილეობის ჩართვით ჩემთან. მე ვიამედში მიდოდა ფონალობისთვის გადაყვანა, იმიტომ რომ მე ტელევიზიიდან ნანახი მქონდა, აი ჩემსავეთ მოშიმშილებზე ამაღლობილი, როგორ ჯადოსნურად 8 დღეში ფეხზე ააგულებს, უკურნალეს და გააგზავნეს, გაწერეს იმიდან, აი იყო ისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. აი იგივეს ვითხოვდნენ, გამოსულიყვნენ ჩემთვის რო ხედავდი ჯადოსნური იყო. მე ბევრი ბრძოლა მომიწია. ბათუმელი მედროშე, რომელიც მუჰაჯირების შთამომავალია, 11 იანვარს ბინადრობის არქონის გამო დააკავეს. დაკავების შემდგომ ის 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.